აიulis ვარკეთილში ამის გულის უსახ. ვარკეთილიდან მოგესალმებით მეგობრებო, ტიფლის შაურმას გამოვარდა ასეთი საფირმო შაურმა ავიღეთ თონის პურში და თავისი ფრით და გამაგრებელი სასმელით დაჯდა 21 და 25. დავაყოლებთ სპრაიტს. ეს ტიფლისი ობიექტი მდებარეობს ვარკეთილში, აგეთ ჩილენლების უბანის მოჩანს. ესეც გარემო. აბა დავიწყეთ ნახეთ როგორი არის ამათ საფირმო არ მაქვს არასდროს გასინჯული და ძალიან მაინტერესებს. ჩავიხედოთ შიგნით რა ხდება, ასე გამოიყურება შიგნით. ესე შეგიძლია აირჩიო საწებელი ტყემლი, წითელი ტყემლი და მწვანე ტყემლით, მაგრამ რა თქმა უნდა ავირჩიე საწებელი. თვითონ შაურმა ნაკვერჩხალზე იწვება, ასე რომ დავიწყე და ვნახე. ესე ხახვი მწვანილები ასეთი ვითარება გვაქვს, წვადი არა ფაქტიურად. რა მოუხდა ბიჭო სპრაიტიც? მაგრამ ძალიან საინტერესო რამე. ხორცი არის ზღვა რაოდენობით არის ხორცი. ვია შაურმას ახლა საღამოს საათებში ცხელი მაიონეზის ჭამას ჩემი აზრით იდეალური ალტერნატივაა. თონის პურზე ცოტა მეშინოდა არ გამოაშროთ, მაგრამ ძალიან თხლადა, კაი ნახეთ. თხლად მიყვება ძალიან. არ ვიცი, აღბრთოვანებული ვარ ნამდვილად. ბროწეულებით. ესე ყოველი ლუკმის მერე მინდა რომ შევაქო. არ შეცოტავებულა ხორცი. ბრავო. ტყემლით არ ვიცი, მაგრამ საწებელით არის ძალიან გემრიელი. აიulis ვარკეთილში ამის გულის უსახ. აბა. გადავედით ახლა შეჯამება შეფასებაზე მეგობრებო. ნამდვილად არ მოველოდი ასეთი გემრიელი თუ იქნებოდა. წვადის მოტივები აქვს, წვადი თუ მიყვარს მოგეწონებათ აუცილებლად. საწებელიც მოუხდა, ჩემი აზრით ყემალი არ ვიცი. ხორცი გემრიელი იყო, საერთო ჯამში შემდგარი კერძი იყო, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ამ ობიექტის ამ კერძზე 21 ლარი და 24 დამიშტი. მოგითხო მეგობარო, ვინც მირჩია ეს ობიექტი, ასე რომ გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, ძალიან გემრიელად შეიარა ჩემო შესვენებამ დღეს.